სანამ ძირითად თემაზე გადავიდოდი და თემა არის კორუფცია, კორუფციული რვაფეხა. აბოდიში რა. მოგესალმებით, სანამ ძირითად თემაზე გადავიდოდი, მინდა თანაგრძნობა და სოლიდარობა გამოუცხადო მთელ აჭარის მოსახლეობას, დაღუპულის ოჯახს და მის ნათესავებს, ერთი წლის ბავშვის და მინდა თქვა, რომ ეს არის სირცხვილი. რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თუმცა პირადად მეც და თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაზეც არის და როცა ერს ეღუპება ერთი წლის ბავშვის შიმშილით, ამ ერის და სახელმწიფოს არსებობა იმას ნიშნავს, იმის სიგნალია, რომ შეიძლება ასეთი ერის და სახელმწიფოს არსებობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, მე პირადად პრინციპულად, კატეგორიულად მოვითხოვ სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელმა და სოციალურმა აგენტმა არათუ თანამდებობები დატოვონ, არამედ აუცილებლად უნდა იქნება პასუხისმგებაში მიცემული. იმიტომ რომ ნახევრად სულელი მაინც უნდა იყოს სოციალური აგენტი, რომ ენახა ესეთი ოჯახი და ამისთვის მოეხსნა ესე იგი სოციალური დახმარება. მით უმეტეს ისეთი მოტივებით, რომ რაღაცა განცხადება არ დაწერა და რაღაცა ვითომ ასე მიზეზ დოსმარელი აკლიაო, შარი ყოველთვის შეგიძლია ვიღაცას მოსდო. ისი რომ სოციალურ ამ პროგრამებზე ქართული დასი ძალიან აქტიურად მუშაობდა და მე არაერთხელ გადავყრილ რომ კორუფციის გამო, იმიტომ რომ თავისი ბიძაშვილი ნათესავიან ვინმე თავისი გაეფორმებია შეეყვანა პროგრამაში, სოციალური აგენტები და სააგენტოები ასეთ რამეს აკეთებდნენ და ჯანდაცვის სამინისტრომ 20,000-მდე მარცხენა, ანუ ესე იგი უკანონოდ შეყვანილი ადამიანი აღმოაჩინა და ამოყარა ახლა პროგრამით. და მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა არა მარტო ამ სააგენტოს, კარგი იქნებოდა, რომ აჭარის ხელისუფლება და იქაური მაჟორიტარები აჭარაში, ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე რო ზრუნავენ ახლა. ამდენი დრო და ენერგია რო დაეხარჯათ ხალხზე და სახელმწიფოზე ზრუნვით და მოსახლეობასთან ურთიერთობით, მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ესეთი რამ არ მოხდებოდა, ერთი წლის ბავშვის შიმშილი და არ მოგიკვდებოდა მთელი ერის და მთელი სახელმწიფოს სამარცხინოთ და არც შესაძლოა ღმერთს ასეთი სტიქიური უბედურება აჭარის ტერიტორიაზე არ მოევლინა. ეხლა გადავიდეთ ახალ თემაზე. პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭის ხრით სახელმწიფოში დასრულდა ერთი ეტაპი და სრულად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის ბანდას უკვე აღარ აქვს ხელში კონსტიტუციური ინსტრუმენტი, რომ ქვეყნის ჩახი უკუღმა დააბრუნოს. შესაბამისად, საფრთხე, რომელსაც ატარებდა სააკაშვილის უკან დაბრუნების საფრთხე, პრაქტიკულად უკვე აღარ არსებობს. ამიტომ ჩვენ ქართულმა დასმა გადაწყვიტეთ, რომ ახალ მოცემულობაში უკვე ძალიან კაცრი მონიტორინგი, პრესინგი თუ შეიძლება ესე ითქვას, ვაწარმოოთ ახალი მთავრობის და ახალი პარლამენტის და ახალ ხელისუფლებაში იმ პირების, რომლებსაც კორუფციული მიდრეკელებები გაუჩნდა. ჩვენი ინტერესი პირველ რიგში მიიქცია ბენზინის ბიზნესმა. მინდა თქვა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ბენზინის საწვავის ბიზნესში შექმნილი მდგომარეობის ანალიზი და აღმოაჩინეთ, რომ მოხდა კეზერაშვილის ჩანაცვლება, ანუ მისი ფუნქციები აიღო პირობითად დავარქვათ ამას ახალმა კეზერამ, ქსელი სისტემის სრულიად უცვლელია, უბრალოდ გაწყდა კეზერას ზევით მომავალი ჯაჭვი, ანუ კეზერა და შემდგომში წილი ადიოდა, იქ პირადად პრეზიდენტს ჰქონდა უკანონო ფასნამატი გაკეთებული, თუმცა ეს უკანონო ფასნამატი არსებობს, როგორც ამ ახალი კეზერას ზევით უკვე აღარ არის და ქსელი არის მთლიანად შენარჩუნებული. რაც საშუალებას საშუალებას აძლევს სააკაშვილს პოლიტიკური სპეკულაციის და იზახოს, რომ აი რომ აბრალებდნენ, რომ 1 ლარი ზედმეტი იყო, რატო არ იაფთება ბენზინი და ასე შემდეგ. ჯერტი 1 ლარი ზედმეტი მე არასოდეს არ ვიტყვავს. ზედმეტი იყო 40 თეთრი. უკანონო ფასნამატი იყო 40 თეთრი. ეხლაც დაახლოებით იგივეა, ჩამოვიდა 35 თეთრამდე რაღაც პერიოდი, მაგრამ ეხლა ისევ გაიზარდა. მოდი დავიწყოთ იმით, რომ დავიწყოთ ჯერ იმპორტზე ანალიზით. იმპორტზე სიტუაცია არ შეცვლა. იმპორტიორი არის მხოლოდ და მხოლოდ 3 კომპანია, მათ შორის 80%-მდე იმპორტის ეკუთვნის კომპანია სოკარს და ის ინარჩუნეს მონოპოლიას იმპორტზე. შემოაქვს შედარებით მცირე რაოდენობის რომპეტროლს და
ცოტა უფრო მეტი რომ პეტროლზე შემოაქვს ვისლოს. სხვა მეტი ოპერატორები, ან სხვა მეტი შემომტანი კომპანიები არ გამოჩნდნენ. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ყველაზე მაღალ რენტაბელური და მომგებიანი ბიზნესი და ის რომ ახალი კომპანიები არ ჩდება ამ ბაზარზე და ვიღაცა ახალ ბიზნესმენს არ უჩდება სურვილი ამ ბაზარზე შემოსვლის, უკვე აჩვენებს იმას, რომ სისტემა არის ხელოვნურად მონოპოლიზებული და ამაში აუცილებლად ჩართული არიან სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ამ ბიზნესს კრიშავენ და ხელს უშლიან ახალი კომპანიების შემოსვლას. რადგან სოკარით დავიწყეთ საუბარი, რომელიც 80%-ის იმპორტიორია ქვეყანაში ბენზინის, ბაქოში ბენზინი რეგულარი ღირს 85-დან 94-მდე მერყეობს მისი ფასი. და საქართველოში ორლარზე მეტი, ანუ 250%-ით უფრო ძვირად ხდება მისი დისტრიბუცია საქართველოში, ვიდრე თბილისში და დანარჩენ ტერიტორიაზე საქართველოსი, ვიდრე ბაქოში. ეხლა რაც შეეხება სხვა დისტრიბუტორულ კომპანიებს, იმისათვის რომ ჩვენ მივხვდეთ რა ხდება ბენზინის ბიზნესში, მე მინდა წარმოგიდგინოთ ასე იგი ცხრილი, სადაც ჩვენ შეგვექნება საშუალება შევადაროთ ქართული საწვავის ფასები ევროპულ ფასებს. პირველ რიგში მინდა თქვა, რომ ჩვენ რადგან შეიცვალა მოცემულობა და უკვე აღარ არის სააკაშვილის დაბრუნების საფრთხე გადაწყვიტეთ განვაახლოთ. ქართული დასის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი კორუფციული რვაფეხა. აი კორუფციული რვაფეხას ქსელში გაება სწორედ პრეზიდენტი, მისი დედა, მისი ოჯახის წევრები, გუბერნატორი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, შაშკინი, მაშინ განათლების მინისტრი და ბევრი სხვა მაღალ ჩინოსანი. ეხლა მინდა წარმოვადგინო ფასები 1 ლიტრ საწვავზე, რეგულარზე, ბენზინზე. საგადასახადო ფასტამატის გარეშე. საქართველოში 1 ლიტრის საწვავი ღირს 1 ლარი და 84 თეთრი. გერმანიაში ღირს 1 ლარი და 40 თეთრი. ანუ საქართველოზე 44 თეთრით უფრო იაფი ბენზინი. ფინეთში ღირს 1 ლარი და 42 თეთრი, ანუ 42 თეთრით იაფი საქართველოზე. შვედეთში 1 ლარი და 45 თეთრი, ანუ 0.39 თეთრით იაფი საქართველოზე. ბრიტანეთში ასევე 1 ლარი და 45 თეთრი, საფრანგეთში ყველაზე ძვირია და ეს არის 1 ლარი და 48 თეთრი, ანუ 36 თეთრი იაფი საქართველოზე. იტალიაში 1 ლარი და 59 თეთრი, ბელგიაში 1 ლარი და 53 თეთრი, ჰოლანდია, სლოვაკეთი, პორტუგალია და ასე შემდეგ. აი ეს თქვენ დაგირიგდებათ, ჩვენ გვაქვს გამზადებული თქვენთვის როგორც პრეს-რელიზი. საქართველოში ბენზინის რეალიზება ხდება თვეში დაახლოებით მოდიშვიხდი თვეში დაახლოებით 60 მილიონი ლიტრის. ეს წელიწადში არის 720 მილიონი ლიტრი. შესაბამისად თვეში უკანონოდ მითვისებული თანხა არის 24 მილიონი. ანუ ყოველთვიურად ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯიბეებიდან ხდება 24 მილიონი ლარის მობილიზება. წელიწადში ეს არის 288 მილიონი. ანუ ახალმა კეზერამ მოახერხა ძველი სისტემის მოდი ასეთ სინქრონისტვის მე ვიცი რასაც გავუშვით თქვენ. საქართველოში თვეში იყიდება დაახლოებით 60 მილიონი ლიტრი საწვავი. რადგან უკანონო ფასტამატი არის 40 თეთრი, ესე იგი შესაბამისად თვეში 24 მილიონი ლარის უკანონოდ მობილიზება ხდება ხალხის კისერზე. წელიწადში ეს არის 288 მილიონი. ანუ ახალმა კეზერამ, ანუ პირმა, რომელიც არის დაახლოებული ახალ ხელისუფლებასთან და რომელსაც ჩაანაცვლა აიღო კეზერას ფუნქცია და პირობითად შეგვიძლია დავარქვათ მას ახალი კეზერა, მოახერხა წელიწადში 288 ახერხებს წელიწადში 288 მილიონი ლარის მობილიზებას ხალხის კისერს. ეს მაშინ როცა 2 მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყანაში სიღატაკის ზღვარს მიღმა არის, ბავშვების 45%
ჩვილი ბავშვების 55% სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, აქედან საქართველოს ჩვილ ბავშვთა 15% შიმშილობს. 15%. და ის ერთი შემთხვევა, ცალკეული შემთხვევა არ არის. აჭარაში მოხდარი ტრაგედია, ასე არის ძალიან ბევრი ბავშვი და აი ესეთი ვირთხები, რომლებიც ცდილობდნენ გასუქდნენ და გამდიდრდნენ აი ესეთი ღარიბი მოსახლეობის ხარჯზე, აძვირებენ პროდუქციას, რადგან საწვავზე ფასები თვითღირებულებაზე მუშაობს ნებისმიერი პირველადი მოხმარების პროდუქტი თვითღირებულებაზე, შესაბამისად ფასები მატულობს და მოსახლეობის მდგომარეობა უფრო მძიმდება. გარდა ამისა, მინდა თქვა, რომ რადგან მოიშალა ელიტარული კორუფცია, ანუ არადის ამ კეზერას და სხვა კეზერების ზევით კორუფცია, ეხლა ჯერჯერობით გარდა ბენზინის ბიზნესისა სხვადასხვა სისტემაში ეს ატარებს მხოლოდ და მხოლოდ ფრაგმენტულ ხასიათს და მინდა თქვა, რომ არიან ისევ იგივე პირთა ჯგუფი, ეხლა ცდილობს დაიწყოს ჩარევა უკანონოდ მითვისებული ქონების დაბრუნებაში. ძალიან ბევრი ადამიანს თქვენ იცით არსებული რეჟიმის დროს ჩამოერთვეს ქონება. ეხლა პროკურატურაში არის უამრავი განაცხადი შესული იმისათვის, რომ ადამიანები ითხოვენ თავისი წართმეული ქონების დაბრუნებას. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ხელის მოთმობას ცდილობენ ან ფულის ქრამის სახით აღებას, ან წილებში ჩაჯდომას, იმაში, რომ დაეხმარონ ადამიანებს თავისი დაკარგული ქონების დაბრუნებაში. რადგან პროკურატურაში მართლა ძალიან ბევრი განცხადებაა შესული და რადგან პროკურატურას არგვარი რიგი დადგა ასეთი განცხადებების, თუმცა მინდა თქვა, რომ ეს ხარვეზია პროკურატურის მუშაობის და თუ კადრები არ ყოფილი ჯობია, რომ ისევ შტატები გაზარდონ და ახალი კადრები აიყვანონ და არ დააყენონ რიგში ადამიანები, რომლებიც ელოდებიან საკუთრების დაბრუნებას და ჩვენ ვნახეთ მამია სანადირე და სხვადასხვა ბიზნესმენები, რომლებიც აქციას პლაკატებით აწყობენ, რომ საკუთარი ქონება დაებრუნონ, აი ესეთ ადამიანებს წინ რო წასწიონ რიგში, ნახევრად ირონიულად რო ვთქვათ, წილს თხოვენ. ეხლა სატირალი რო არ იყოს, სასაცილო იქნებოდა, იმიტომ რომ ანეკდოტური სიტუაცია და ერთი ანეკდოტი მასწენდება, როცა ადამიანს ბევრი ვალი აქვს, ბევრი ადამიანის ვალი აქვს და მოვალე ფულს რომ მოთხოვს, ის ეუბნება, რომ $100 თუ დაემატებ, სეგი სიაშის წინ გადაქცევ. დაახლოებით ასეთი სიტუაცია არის შექმნილი უკანონოდ მითვისებული ქონების დაბრუნებაშიც და ისი რა, მე მინდა გითხრათ, რომ მინდა გითხრათ, რომ სახელი და გვარი ამ ადამიანის ჩემთვის ცნობილია, რა თქმა უნდა. თუმცა ქართული დასი გამოირჩეოდა ყოველთვის იმ დროს, რამეს ამბობდა, მის უკან იყო გამყარებული დოკუმენტები. აი ეს არის პროექტი, რომელთაც ჩვენ წარმოგიგიათ მტკიცებულებები, რომ ეს კორუფციული ქსელი არსებობს და ეს კორუფციული ქსელი მდიდრდება ხალხის ხარჯზე. რაც შეეხება სახელი და გვარის დასახელებას, მე შემიძლია დავასახელო, მაგრამ ეს მხოლოდ ნათქვამი იქნება და მეტი სხვა არაფერი, იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ამ ადამიანის მამხილებელი დოკუმენტები, თუმცა მინდა გითხრათ, შესაძლოა ძალიან მალე ჩვენ ისეთი დოკუმენტი დავდოთ და მე გვირდებით, რომ ისევ აქ, რადგან დღეს აქ ხდება ექსკლუზიურად ამ ინფორმაციის გაჟღერება, სწორედ აქ გავაჟღერებთ ამ ინფორმაციას პირველ რიგში და დავდეთ ამ დოკუმენტებს. ასევე დიახ. რომ არის კორუფცია და რომ ხელისუფლებასთან, ახალ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი კორუფცია და ასე შემდეგ, ხო? და ანუ ამ ბიზნესს მოკიდა ხელი და ეზერაშვილი ჩანაწერა. თუ იცით რომ ჩანაცვლა, ესე იგი მისი დანაშაულის ანუ უკვე დამტკიცებული, ანუ ესე რომ თქვა უხეშად რა, ანუ კონკრეტულად იცით უკვე გამყარებული არგუმენტებით, რომ ეს პირი ნამდვილად არსებობს და ნამდვილად არის ვიღაცა კონკრეტული ადამიანი. ესე იგი სახელის და გვარის თქმასაც მე მგონი წინ არ უდგას არაფერი, იმიტომ რომ თუ ნამდვილად იცით რომ ამ პირს კორუფცია აქვს, ეს პირი კორუფციაში მხილებული რატო? მე კიდე ერთხელ მინდა გითხრათ. განსხვავება ჩემსა და თქვენ შორის არის ის, რომ თქვენ გაქვთ უფლება, მორალურის და სამართლებრივიც, როცა რაიმე იცით, ამის შესახებ დაწერო და თქვა ხმამაღლა. თუმცა მე თუ არ მაქვს რაიმე მამხილებელი და მამტკიცებელი დოკუმენტები, ისა დანამდვილებითაც ვიცი, ეს უბრალოდ ჟურნალისტისგან განსხვავებით პოლიტიკოსის მხოლოდ ჰაერში გასროლი სიტყვა იქნება და შემდგომში ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვა დაკარგავს დამაჯერებლობას. რატომ არის მაღალი
ნდობის ხარისხი და რატომ არის დამაჯერებელი ჩვენს მიერ ნათქვამი ნებისმიერი რამ. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ დოკუმენტებით. ანუ ჩვენს დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი, ჩვენ წარმოადგენთ მტკიცებულება, რომ ეს ქსელი არსებობს. ეს სხვათა შორის მინდა გითხრათ, საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ დაიწყოს პროკურატურამ და სამართალდამცავ სტრუქტურებამ მოკვლევა. ანუ ითხოვთ, რომ დიახ, რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ ეს ქსელი არსებობს. ფაქტია, რომ ეს სისტემა არის შენარჩუნებული და რაც შეეხება ადამიანებს, ამ ადამიანების შესახებ შესაძლოა მე ძალიან მალე მუშაობ, არ დაგიმალოთ ამაზე, მქონდეს ისეთი მტკიცება, რომელსაც საერთოდ თავი მოეჭრება და ვერანაირად ვეღარ გაექცევა, რა თქმა უნდა არ ვიყო ახლა რა მტკიცება შეიძლება იყოს და შეიძლება ძალიან მალე იყოს. ამიტომ მე მესვის თქვენი ობიექტური პროფესიული ინტერესი, რომ მოიპოვოთ ექსკლუზიურად ეხლავე დაიწეროს ვინ არის, მაგრამ მე მინდა საქმის ინტერესი გავითვალისწინო და ნათქვამი სიტყვა იყოს გამყარებული და ზურგამაგრებული კონკრეტული მტკიცებულებებით. ისე მინდა გითხრათ, რომ ბატონო და ისე მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურ კულუარებში ამ ქსელის შესახებ და სავარაუდო პირების შესახებ ინფორმაცია არის ცნობილი. მინდა გითხრათ, იციან ამის შესახებ, მაგრამ იციან ესე როგორც ასე ყურმოყრუს. ეხლა ჩემი ნათქვამიც უბრალოდ არ გაამყარებს ამას. მხოლოდ და მხოლოდ იქნება დამატება. დიახ, თუ კი მე დანამდვილებით ვიცი, სიმართლე გითხრათ. მაგრამ თუ არ დადე რაღაცა დოკუმენტი ამის მომხილებელი, უბრალოდ ის კაცი იტყვის, რომ არა მაბრალებენ მეორის გამო რა არა იცი რა დაგვაბრალ საიდან აბა დავიმტკიცე და უბრალოდ ესე იგი ჩემმა სიტყვამ ფასი უნდა დაკარგოს. ამიტომ ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, სავსებით საკმარისია პრემიერ-მინისტრისთვის და სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ქსელი შენარჩუნებულია, ეს ფასები შენარჩუნებულია. სხვაგვარად შეუძლებელია საქართველოში 40 თეთრით უფრო ძვირი ღირდეს ბენზინი, ვიდრე გერმანიაში. იმიტომ რომ გერმანიაში მოხმარებული საწვავი არის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის. ჩვენი საწვავი გქნებათ შევიდეთ ნებისმიერ ბენზოგასამართ სადგურზე, წავიდეთ ერთად, ავიღოთ სინჯი და გავსინჯოთ 50-ჯერ მეტ ტყვიის სიმცველობა აქვს, ვიდრე ეს არის დასაშვევი ნორმა. შესაბამისად მისი ფასი არის გაცილებით დაბალი, ვიდრე გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში და ბრიტანეთში მოხმარებული საწვავისა. და ჩვენთან ევროპის ფასებზე უფრო მაღალი ფასი ღირს. თუ ფასნამაც, ანუ საგადასახადო ტვირთს მოვაშორებ. ეხლა იქ საგადასახადო ტვირთი აქციზი მაღალია, შესაბამისად ეს ზოგჯერ უთანაბრდება საქართველოს სარეალიზაციო ფასს, ზოგჯერ უსწრებს ამას. მაგრამ თვითღირებულება საწვავის კეზერას პირობითად, ახალი კეზერას მიერ შემოტანილი ბენზინის და ფრანგი და გერმანელი კეზერების მიერ შეტანილი ბენზინისა არის განსხვავება 40 თეთრში, ჩვენთან არის უფრო ძვირი. აი ეს 40 თეთრი არის ხელის ფათური ჩვენს ეკონომიკაში, ჩვენს სოციალურ პროგრამებში, ეს არის ხელის ფათური პირველად მოხმარების საგნებზე ფასებში და პირველ რიგში ეს არის ხალხის ჯიბეებში ხელის ფათური, მათგან ფულის ამოქაჩო. ანუ აქვს გაკეთებული კვლევა და პროკურატურა ხო დაინტერესებს? ანუ კვლევა კი არა, გაკეთებულია, შესაბამისად. დიახ. დახეთ კვლევა გაკეთებულია, რომ ქსელი არსებობს. ბატონო? ერთია ვინ რას იძახის და მეორე არის დოკუმენტურად დადასტურებული მასალებით. ეხლა ძიება კეთილი უნდა ინებოს და ესე იგი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლია შემდგომში ახალი კეზერას ვინაობას დაადგინოს. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ მე ამ დახმარებასაც გავუწევ, თუ კი ამით დაინტერესება იქნება და ძალიან ახლო მომავალში შეიძლება ისეთი ფაქტი მის, რომელთანაც უბრალოდ როგორც ხაფანგში გაბმული ვირთხა ვერ გაიქცევა და იქნება თლიანად ხილებული. დიახ, გისმენთ. არა, ერთნიშნულობად მინდა გითხრათ, მარინა კობახიძეს მე პატივისცემ, ეს სერი ადამიანია და არანაირი კავშირი ბენზინის ბიზნესთან მას არ აქვს. თუ ახლა ვინმეს ნათესაუდა ბიზაშვილი ლუკოილში მუშაობს, ან ესე იგი საფრავშიკად, ან რამე სხვა თანამდებობაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი აუცილებლად კორუფციულ ქსელში არის ჩართული. ის მანანა უბრალოდ არანაირი კავშირი აქ არ აქვს. პარლამენტის წევრი არც არის პირივიზე ჩვენ ლაპარაკობთ.
ჩრდილოვანი ტიპია. არა, და ერთი რამე მე მინდა სააგენტოების და ვინც არის, ყურადღება მიაქციოთ, მე მესმის რომ ბენზინის თემამ გადმოკაჩა. მეორე არის უკანონოდ მითვისებული ქონების დაბრუნების თემა. ამაში ადამიანებს ფულსთან წილებს თხოვენ. არიან ადამიანები, რომლებიც ქონება ხო წაართვა, მაგალითად კეზერა მიგივე. მაგალითად კეზერას აქვს რაღაცა ასე იგი წარმოებები წართმეული. ეხლა ამის დაბრუნებაში ამ ადამიანებს რომ დაჩქარდეს წილებს თხოვენ. ანუ ადამიანები ცდილობენ აი ამ უბედურებით ასევე ხელი მოითმონ. და მე მინდა უთხრა ყველა პარლამენტის წევრს და ყველა ხელისუფლების წარმომადგენელს. ბატონებო, 6 თვეა უკვე ხელისუფლებაში ხართ. შესაბამისად 4 წლიანი ვადიდან სულ 3 წელიწად-ნახევარი დარჩა ხელისუფლებაში ყოფნის. როგორც სწრაფად გავიდა ეს 6 თვე, ასევე სწრაფად გაირბეს ეს 3 წელიწად-ნახევარი. ამიტომ ყველა ჩემს კოლეგას, რომელსაც პატივს სცემ და რომელიც მართლაც წესიერი ადამიანია, ეხლა უმრავლესობის წევრებს მიმართავ. ყველა ჩემმა კოლეგამ ცოტა ასე იგი მეტი უნდა მოიცალოს ხალხისთვის და საქმისთვის და მეტი ყურადღება მიაქციონ ესეთ საქმიანობას და ცოტა კარჩაკეტილობიდან გამოვიდნენ. ხალხთან კონტაქტი უგაწყვიტეს, იმიტომ რომ ხალხისაგან იმდენ რაიმეს მოისმენ, რომ ამაზე უკეთეს კვლევებს დადებს შემდგომში. თუკი ამით დაინტერესდებით, თუკი რამდენიმე ფინანსის და ეკონომისტთან ერთად ითანამშრომლებ, შეგიძლია ნებისმიერი საქმის გამოკვლევა და გამოძიება. მადლობა.